მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემა, რამდენად თქვენ აფასებთ დღეს თქვენს თავს. როგორც თქვით, უკვე ჩვენი არხი არის უფრო დიდ შემეცნების არხი, სადაც თქვენ შეგიძლიათ даже სახელიც შევცვალე, იმიტომ რომ უფრო მინდა სხვადასხვა თემები განვიხილოთ ჩვენ აი ჩვენი თვითშესწავლების მხრიდან რა, ну ვისთვისაც იქნება საინტერესო, რა თქმა უნდა, დარჩება ამ არხზე. იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, აი არ მაინტერესებს უბრალო გაშლების გაკეთება, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, რას ფიქრობს, რას გრძნობს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ სხვა კონტექსტში მინდა ეს ყველაფერი შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ნახო გაშლა, თქვათ, რომ აი რას ფიქრობს ჩემზე, მაგრამ რატო ფიქრობს მასე ჩემზე, ხო? ხო იბადება კითხვა. რა თქმა უნდა და ეს არ არის ისეთი უბრალო კითხვა, ამას უნდა მთელი გარჩევა და მთელი გაგება. მაგრამ აი კარგად რო იფიქროს და მართლა დაფასებული რო იყო, ჯერ პირველ რიგში შენ თვითონ უნდა იყო შენთვის ძვირფასი. შენი თავი უნდა გიყვარდეს და შენი თავი თუ არ გიყვარს, აი უბრალოდ ახლა ხარ, თუ არ გიყვარს შენი თავი, თუ არ აფასებს შენ თავს, რატო უნდა უყვარდე ვიღაცას? აი რატო მაგალითად, ხო? ეხლა შენ თუ შენი თავი არ გაინტერესებს, შენ თუ შენ თავს არ ანვითარებ, რატო უნდა უყვარდე ვიღაცას, მითხარით? ყველას აინტერესებს ყოველთვის თავისი თავი. ეს არის ნორმალური, იმიტომ რომ უბრალოდ ეგ არის, რომ აი ის კითხვები, აი მე მინდა რომ ყველა კარგად იყოს, მე მინდა რომ აი ის, მე მინდა ის, ეს არის ტყუილი. ტყუილი. ყველა ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. თუნდაც აი არ ვიცი როგორ მაგას მიიღებთ, მაგრამ ეს ასეა, რომ აი დედასაც რომ უნდა რომ მისი შვილი კარგად იყოს, არ იყოს ავად, იყოს ბედნიერი, იყოს ჯანმრთელი, იყოს წარმატებული, რატომ? რომ არ ვინერვიულო, რომ არ მქონდეს დარდი, არ მინდა მქონდეს შენზე, ასე ვეუბნები ჩვენ შვილს, ხო? მე არ მინდა შენი, აი მე მინდა რომ ბედნიერი იყოს, რატო რომ მე არ ვიდარდო. ეს არის ჯანმრთელი ეგოიზმი პრინციპში, არ არის ცუდი. იგივე პარტნიორთან აბსოლუტურად იგივე. მე მინდა რომ გიყვარდე, მე მინდა და შენ გიყვარ შენი თავი? აბა კითხე. ხო? თუ ეს გებადება ეს კითხვა, რატომ არ ვუყვარ ვარ? რატომ არ მოვწონ ვარ? რატომ არ მწერს? რატო არ ზრუნავს ჩემზე? რა შენ ზრუნავ შენ თავზე? დაფიქრდე ზრუნავ? როდის იყავი ბოლოს? აი ცადნი წასული და როდის იყავი ბოლოს, თქვათ, რამე ახალი შენთვის გიყიდია, ან როდის იყო რომ შენ რამე თუნდაც ერთი მედიტაცია მაინც გააკეთე იმისთვის, რომ ცოტა კარგად იყოს. სიტყვაზე ვიცახ ან რაღაცა პრაქტიკა. რატო ფიქრობ იმაზე, რა გავაკეთო ეხლა იმისთვის, რომ ან ეს რო წერენ ხოლმე აი თქვენ შეგიძლიათ რომ დამიბრუნოთ ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რამე, რომ თქვათ, აი მუდამ ვუყვარდე. ანუ ეს რას ნიშნავს? რა დონეზე არ გიყვარს შენი თავი? რა დონეზე აი შენ თვითონ აი შენ თავთან არ ახარ მაგარ კონტაქტზე, რომ შენ რაღაც ძალებით გინდა რომ ეს ადამიანს უყვარ, რა დონეზე არ გიყვარს. აი წარმოიდგინეთ ახლა შენ როცა გიყვარს შენი თავი, როგორ გიყვარს, როცა შენ ემოციურ ფონზე ზრუნავ, შენ ზრუნავ არა მხოლოდ სიტყვაზე რომ თქვა, ეხლა მოდი მე მოვიწესრიგო ახლა ჩემი თქვა თმები, რა ვიცი მე, ჩხილები რაღაც, ესაც ზრუნვა სხეულზე, ესაც ძალიან მაგარი ზრუნვა, მაგრამ შიგნით რატო არ ზრუნავ შენს თავზე? რატომ? აი ეს ძალიან ესეთი ფილოსოფიური კითხვები, შეიძლება ვიღაცა იტყვის და იტყვის რომ მოიცადე რა. აი ნუ ეს ვინც მაგას იტყვის, ნუ ახლა რა თქმა უნდა არც და გაჩერდება ჩემთან და მაგრამ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამიჯერეთ რა, როცა შენს თავთან გაქვს ჰარმონია, აი ამ ენერგიაზე მოვა ის ადამიანები, ვინც ყოველთვის დაგაფასებენ და ასე შემდეგ. დღეს მოვამზადე რამდენიმე კითხვა, ვნახოთ ახლა რამდენი დრო წავა, მე არ მგონია რომ ცოტა და ვნახოთ ახლა პირველ რიგში, ახლა სიგნიფიკაციას დავდე დავალაგებ ეს კითხვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები რაღაც გამომივიდა და ვნახოთ. ანუ ახლა როგორ გრძნობს შენ თავს, რა ენერგიებში ხარ ახლა. იმიტომ რომ მე ტაროზე კიდევაც ვინც პირველად ხართ,
იცით რა არის, გეტყვით კიდე რომ ჩემი ძალიან დიდი ამოცანა არის ის, რომ მე მინდა მას რა ვქნა, რომ ტაროზე არ გქონდეთ ისეთი მიდგომა, რომ აი ვინ მკითხავ, ნუ რა ვქნა, იცით რა, გული მწყდება ხოლმე რაზე. აი არიან ზოგიერთი ხო მიდი ახლა ტაროლოგებთან და ასტროლოგებთან და რაღაცა, იმიტომ რომ იცით რა, ეგა ჩვენ თვითონ გავაფუჭეთ ჩვენი ანუ მიდგომა ასე ვთქვათ რა, რომ აი კი მესმის რომ ახლა ზოგს არ უნდა ეშინი ფილოსოფია, უბრალოდ მითხარი და ამერიკას თუ არა და სულ არ მაინტერესებს ეშინი ფილოსოფია და მე რა ვარ და როგორ ვარ, მესმის. მაგრამ საერთოდ ეს წარმოიდგინე ეს ინსტრუმენტი იყო თავის დროზე მხოლოდ და მხოლოდ ელიტას გონდა ცდომა. ელიტას ადამიანებს ვინც ვითარდებოდა, ვისაც გქონდათ ახლა ძალიან დიდი განათლება და ნუ ახლა ყველა პერიოდში თავისი საზომი არის იმ დიდი განათლების. აი მარტო იმათ გქონდათ ეს საშუალება, რომ და ცდომა ამ უნიკალურ ინსტრუმენტად. ახლა ყველასთვის არის ეს მისაცდომი, მაგრამ აი ზუსტად რომ გაბანზება, აი ეს ამაზე გული მწყდება და მე სხვადასხვა არ გეწყინოთ და ამიტომ არ შემოვიდიოდი ძალიან დიდი ხანი ქართულ სივრცეში, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აქ ტაროსადმი მიდგომა არ მომწონდა. ვაიგეთ, აი რაღაც ტარო და მკითხავი, წამკითხველი, მოდით ასე ვთქვათ, წამკითხველი მე ვკითხულობ დიდი ხნის წინ შექმნილი ფსიქოლოგიის წიგნს, მაგას ვკითხულობ მე და მაგის მეშვეობით შემიძლია გადმოვქცეთ ინფორმაცია. აი ეს არის ჩემთვის ტარო. რამდენად თქვენ თვითონ თქვენს თავს აფასებთ როგორც ჯერ თვითონ ისე როგორ აფასებთ, მე უკვე როგორც ქალი და როგორც ის ადამიანი, რომ აი თქვენ ხო ყველა ხართ რაღაცა დაკავებული, ხო? არა აქვს მნიშვნელობა დღეს რითი ხარ დაკავებული, ნუ რაღაცა გაქვთ. რითიც ხარ დაკავებული. აი მაგ შემთხვევაშიც რამდენად აფასებთ თქვენს თავს როგორც სპეციალისტი. ვნახოთ რამდენად თქვენ გაფასებთ საზოგადოება, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. როგორც ქალს და როგორც სპეციალისტ. ეს მნიშვნელოვანია დამიჯერეთ რა. ეს ასე დავდებ, რომ მე არ შევალ ნაკადში არ შემეშალოს. კიდე მინდა ვკითხო, რამდენად თქვენ გაფასებენ, აი მოდით ასე ვთქვი, მე დავწერე მამაკაცებენ, რომ გოგოები უფრო უყურებენ, ბიჭებო თქვენს თუ უყურებთ, ქალები დაუშვათ, ხო? ეს აიღეთ. რამდენად ძვირფასი ხართ თქვენ თქვენი პარტნიორისთვის თუ ყავთ პარტნიორი და რამდენად ხართ თქვენ საერთოდ ყველა ვართ ჩვენ ძალიან ძვირფასი სამყაროსთვის, ღმერთისთვის, შემქმნელისთვის, მაგრამ ვკითხოთ რამდენად ხართ თქვენ მაღალი ძალების თვალსაზრისით და რჩევა თქვენ. აი ასე ვნახოთ ახლა ჩვენ. იმედია რომ თავარი არამერიო საკარაფერი რა. აი გამარჯობათ. რა ენერგიაში ხართ? ეხლა ნამდვილად ვიცი რომ აქ იქნებიან ჩემთან ის ადამიანები და დარჩებიან ამ გაშლაზე და საერთოდ ჩემს არხზე ადამიანები, ვისაც ნამდვილად აი უფიქრდება იმას, ვისაც აინტერესებს თავისი სიმართლე თავის თავზე. ვინც ეხლა იმაზე ფიქრობს, აი დაბალანსებაზე, მაინტერესებს, მე მინდა იყო აი ბალანსი მქონდეს ყველაფერში. მე მინდა აი ეხლა და ეხლა თქვენ ხართ ან შედიხართ ესეთ ენერგიაში, როცა არ გეშინიათ გაიგოთ თქვენზე ყველაფერი სიმართლე. როცა თქვენში ეხლა მიდის რაღაცა ისეთი ცვლილებები და ისეთი რამეები იხსნება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის ენერგია ადამიანის, რომელიც კიდევაც აინტერესებს იცოდეს სიმართლე, კიდევაც შეიძლება იცის და კიდევაც ვისაც უნდა რომ მხოლოდ და მხოლოდ
მხოლოდ სიმართლე მითხარით. აქ უკვე ნამდვილად მოიცით კიდეთ მინდა დავამოწმო, მაგრამ რა თქმა უნდა დამოწმება ადამიანი ნამდვილად თქვენ საერთოდ თუნდაც ადამიანი ხართ, გიყვართ სიმართლე და გიყვართ სიმართლის თქმა, თუ არა და ეხლა ხართ აი ეგეთი მე მზად ვარ. მითხარით ჩემს ყველაფერი მითხარით. კი. აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა გაიარა უკვე კარმული ბევრი დიდი გზა გამოიარეთ, ბევრი რამები გამოვლილი გაქვს და ეხლა უკვე აი თითქოს ზეიმობთ ამ მდგომარეობას. აი იცით როგორ აქ არ გეშინიათ სიმართლეს, აქ მზად ხართ გაიგო და გაინტერესებთ უფრო თქვენს თავზე. კი ბატონო, კი. აქ სხვათა შორის ძალიან ისეთი უკვე მაჩვენებენ კიდევაც, რომ ადამიანმა დიდი საკმაოდ დიდი გზა გამოიარა და უძლიერესი პიროვნება. და უკვე კარტიც მაჩვენებს, რომ თავის საქმეში არის უმაღლესი ეს ადამიანი რა, უძლიერესი. კაი, ეს იყოს ჯერ აქ თქვენი სიგნიფიკაცია. ვნახოთ რამდენად თქვენ აფასებთ თქვენს თავს ჯერ. ნუ აქ როგორ არის, ჯერ სწავლობთ. ნახეთ რა საინტერესო დავაგნებ. რამდენად აფასებთ თქვენ ახლა როგორ ხართ? აი ზუსტად ეს მდგომარეობა, რომ მაინტერესებს მეც თვითონ როგორ ვაფასებ ჩემ თავს, მე ვსწავლობ ჩემს თავს. ნახეთ როგორც ქალი ავიღე და როგორც სპეციალისტი, როგორც ქალი თქვენ პრინციპში როგორ აფასებთ? აი ქალს ისეთი ქალი ვარ, რომელმაც ბევრი რთული რამე გამოიარა. ქალი, რომელსაც აქ ძალიან ბევრი რამ აღებული თვირთი თავის თავს. აი ეს ბეჭები თუ გტკივათ, იცოდეთ რომ ეს არ მისი ბრალია. რომ ნამდვილად ძალიან ბევრი თვირთი გაქვთ აღებული და როგორ არის იცით, როცა იმის მიუხედავად რომ კი ხა ლამაზიც, მშვენიერი, ჭკვიანი, კარგი, ძლიერი, მაგრამ სპეციალისტიც კარგი, ყველაფერი, მაგრამ თქვენ თვითონაც ფიქრობთ, რომ აი ძალიან ბევრი სიმძიმე მაქვს აღებული, ძალიან ბევრი თვირთი მაქვს აღებული, უკვე დავიღალე. როგორც სპეციალისტი და ის ადამიანი, აი სადაც თქვენ ხა მოღვაწეობთ, იქ თქვენ მართლა თვლით თქვენ თავს, რომ მე ძლიერი ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ახლა არ დავიწყოთ, რომ შეიძლება ისა ხართ, შეიძლება ესა ხართ, თქვენ ძალიან კარგად იცით ვინა ხართ. იმ საქმეში, რა საქმეშიც თქვენ ხართ, ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ მე ჩემი საქმე ვიცი ძალიან კარგად. აი ძალიან კარგად. კი შეიძლება რთული იყოს, კი, მაგრამ იქაც სიძლიერე გაქვს. ნახეთ, ძალის არკანი გამოვიდა ორჯერ. ანუ აქ კიდევაც მაჩვენებს მე როგორც სპეციალისტი იმ თემაში, სადაც მე ვარ, არა აქვს მნიშვნელობა, სად ვარ ძლიერი. ეს ძალიან კარგი თვით შეფასება სხვათა შორის რა. მაგრამ აი როგორც ქალი აკეთებთ ანალიზს თქვენ ცხოვრებას, მაგრამ სხვათა შორის რა მომწონს იცით, თითქოს მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის, კი. ანუ მე მაქვს რაღაცა გამოცდილება, ეს გამოცდილება მე მჭირდება იმისთვის, რომ მე გამოვიყენო ჩემი ახალი ცხოვრებისთვის. კი ბატონო, ნამდვილად თქვენ აქ მიისწრაფებით უკვე ნახეთ. თუ დაუშვოთ თქვენ რამე გაქვთ ცოდნა მიღებული. კიდევაც აი დღეს არ დავიწყებ თქვათ ახლა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიყურებს 10 ადამიანიც რო იყოს ეს უკვე ბევრია. იმიტომ რომ სხვადასხვანაირები ვართ, ხო? მაგრამ აქ იცით რა მომწონს? აი აქ ადამიანმა თითქოს მიხვდა რომ მე რაც მაქვს ეს ცოდნა მე არ უნდა დავმალო ეგა. მე უნდა გავცე. მე უნდა ვასწავლო სხვებს და მე არ მენანება რომ ვასწავლო. ანუ უკვე მზად ხარ გახვიდეთ თუნდაც საზოგადოებაში. აი აქ ძალიან მაგარი არის, ახლა მაინც არ შემიძლია რომ არ ვაჩვენო განდეგელი და პლუს 10-იანი არის აქ პენტაკლების და ნახეთ გოგო ზის და ტარო უჭირავს ხელში. აი ჩემ მოსწავლეებისთვის ეს არის ეს მიხარია, თუ ჩემ მოსწავლეები ხა უყურებენ და ვიცი რომ მაგათ უყვართ ჩემი გაშლების ყურება. აი აქ უკვე თქვენ ნამდვილად מחარებთ.
აი ძალიან მახარებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე თითქოს გადალახეთ რაღაცა თქვენში და მიიღეთ ის ცოდნა, რაც თქვენ გაქვთ და უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ ეს ცოდნა საზოგადოებას აჩუქოთ და მისცეთ. ეხლა იცით რა, ძალიან მაგარი პოზიცია, იმიტომ რომ მე რა მიხარია, რომ მე უკვე როცა უკვე შემოსწავლები მეუბნებიან, რომ აი სხვა ადამიანებს უკვე გვეუბნებიან, ნუ ხო არა ხარ ვალენტინას მოსწავლე. ანუ ჩემი ხელწერა ჩანს, რატო? იმიტომ რომ თავიდან რაც მეკითხარით თქვენ, ჩემი მიდგომა როგორი არის ტაროსადმე და მე მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები ზუსტად აი ამ ფილოსოფიით მიდიან. ეს აი ჩემთვის არის ვერ აგეხწერთ რამხელა ბედნიერება. და ნამდვილად აქ ახლა კიდე თქვენ კარგად იცით, ვისაც აქ ცხრიანი ნახეთ. ნუ თქვენ ახლა უკვე ვინც მიცნობთ, იცით რომ მე ბედის მატრიცასაც რა თქმა უნდა ჩემი უსაყვარლესი ინსტრუმენტი, ნუ თხოვს ბევრი რომ ვასწავლე და ფიქრობ რომ მე ჩემი მეთოდით გადმოგცეთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენსაც გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ძალიან უმაღლესი დონის მასალა და ეს ახლა ჯერ ქართულად ახლა როგორ შევძელე რომ კურსი გამოვუშვი და საკმაოდ კარგი გამოვიდა მანარაზეც და კლასიკაზე და ეს კიდე უფრო მასშტაბური ცოდნა და ახლა რა თქმა უნდა მეც უნდა ვიყო შინაგანად მზად რომ იმიტომ რომ მაინც ახლა კი თქვენს უკვე მეუბნებით რომ უფრო დახვეწებული ქართულით ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც მჭირდება კიდე დრო და გასწავლით აუცილებლად ისიც მთხოვს, ვინც მწერთ, ნუ ჯერ თავიდან მე მხოლოდ შემოსწავლეებს. აი ეს არის უეჭველი, ვინც შემოსწავლები არიან, ჯერ იმათ გადავცე მე ჩემ ცოდნას, ვინც ჩემთან თუნდაც აი კლასიკა გაიარეს. მერე დანარჩენებს, რომ ეს უკვე ის ადამიანები, ვინც მომყვებიან და ვისაც უკვე ეს ჩემი ფილოსოფია მიღებული აქვთ და აი ეს ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის იქნებიან ჩემი მოსწავლეები, უკვე ვინც მენდეს თავიდან. მე არ ვიცი, ვიღაცები კიდე აქ რასაც სწავლიან რა მატრიცებს, მაგრამ მე ვიცი, რასაც ვიცი, ისეთი რაც ნაღდია. კარგით, всё. და აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ. მეცხრე ენერგია ვისაც აქვს, თქვენ შეგიძლიათ თქვენ უკვე თვითონ მეცხრე ენერგია შეიძლება დაბადების თარიღშიც გქონდეთ, მაგრამ მე მაგათ არა მაქვს დაბადების თარიღში, მაგრამ სასი მაქვს მატრიცა მეცხრე ენერგიით. ეს უნდა გაიგო და იმიტომ ვაკეთებ ახლა მე ახლა უკვე 4 შაბათები, 5 შაბათს და კვირას ვაკეთებ ჩვენ შაბათს ვაკეთებ გარჩევას, ეს მინიმუმ მიმოხილვას ვაძლევ მე ახლა ჩვენთან კლუბში. კლუბის ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. გოგოებისთვის და აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. როცა ეს ენერგია გაქვს, ადამიანები ყოველთვის მაინც მოვლენ შენთან და გთხოვენ, რომ აი რჩევა მომეცი, აი მითხარი, აი რაღაც და შენ შეიძლება გაკვირებული რა მე რა ვიცი. მაგრამ მაინც რაღაც ინფორმაციას აძლევ, რაღაცა მოდის და თითქოს შენგან რაღაცა იმ ადამიანისთვის რჩევა და ფიქრობ ეს საიდან? აი იქიდან რომ შენში არის ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც უნდა გაიხსნას და პრინციპში აი აქ მაჩვენებენ რომ თქვენ უკვე ამას აკეთებთ და ეს გეუბნეთ, ნუ ეზოტერიკა და მასწავლებლობა და რაღაც და ექიმობაც აქ, რა თქმა უნდა, მეცხრე ენერგიას მკურნავები და ასე შემდეგ, ფსიქოლოგია და ეს კი, მაგრამ შეიძლება თქვენ უბრალოდ მეცხრე ენერგია კიდე რა არის, იცით, როცა ადამიანი, აი ბევრი გოგოები ახლა, სხვადასხვა ვინც მუშაობენ საზღვარგარეთ და უვლიან მოხუცებს, ბევრს აქვს მეცხრე ენერგია და ზოგს даже კარმაში აქვთ მინუსში, ზოგს პლუსში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება წინა ცხოვრებაში, აი თუ დაუშვათ თქვენ გიწევთ აი მძიმე ადამიანის მოვლა, ან დაუშვათ ახლა, ნუ ან პირიქით კიდევაც დაუშვათ ადვილად ხართ აქ, ნახე მძიმე თუ არის, იგი შენ წინა ცხოვრებაში უარს ამბობდი და არ ეხმარებოდი ნუ შენი სული. უარს ამბობდა და არ ეხმარებოდა სხვა ადამიანებს, თქვათ, როცა უჭირდათ, შეიძლება ტოვებდით, ტოვებდა თქვენი სული, თქვათ, ახლობლებს, მშობლებს,
თქვათ ყურადღების გარეშე ან არ აქცევდა ყურადღება დაკავებული იყო ან მიტოვებული ყავდა და აი ამ ცხოვრებაში უწევს აი ესეთი მძიმე გზა ვინც არის აი ძალიან კარგად ძალიან მშვენივრად ხო აი თქვათ მე ვიცი რომ ზოგ სახლებსაც ჩუქნიან საზღვარგარეთ გოგოები ვინც არიან ბევრს უთქვია ჩემთვის ეგა და ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ ადამიანი აი ასე აგრძელებს რომ მე წინა ცხოვრებაშიც ვაკეთებ და ეხლაც მოლაპარაკება რომ აი ამ შემდეგ ცხოვრებაშიც მე როცა მოხუცი ვიქნები ისევ შენ მოდი ჩემთან რა ეს ისე რა ადვილად გეუბნებით რომ გაიგოთ აი ეს რატო ხდება ზოგჯერ და აი ესეც უნდა გაითვალისწინოთ რა მაგრამ აქ როგორც ქალს თქვენ უკვე მართლა ბევრი ის გამოიარეთ და ფიქრობთ რომ всё მე მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის მზად იმიტომ რომ პენტაკლების ტუზე აქ არის ძალიან რაღაც ულამაზესი მე ვიყურები წინ მე მაინტერესებს რა მელოდება მე უფრო კარგი ცხოვრება მინდა так შემდეგ ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად თქვენ გაფასებს საზოგადოება რომელშიც ხართ თქვენ როგორც ქალს და როგორც სპეციალისტს როგორც ქალი ხართ არაჩვეულებრივი მასშტაბური საზოგადოების საჭირო მე როგორც გითხარი თუ უცხოეთში ხართ გიყურებენ ინტერესით რომ აი რა მაგარი ქალია რა იმიტომ რომ უცხო კიდე აქ არის აი თუ თქვენთვის უცხოა აი ძალიან უცხოა შეიძლება იყოს როგორი ენერგიები აქეცეთ საერთოდ ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ენერგია მასშტაბი ენერგია ანუ მთელი სამყარო შედის ამაში ანუ როცა გინდა ჩაიძირო როცა გინდათ ანუ თქვენ ხართ ძალიან გამცემი ადამიანი ძალიან ისეთი ადამიანი რომელიც აი შეიძლება სხვათა შორის ენებიც იცით და ესეც მოსწონთ სხვადასხვა ენა შეიძლება იცით ულამაზესი რა თქმა უნდა შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ ისე როგორც თქვენ ხედავენ უძლიერესი კი ბატონო აქ პლუს რა თქმა უნდა ანუ იცით როგორ არის აი შეიძლება და თქვათ რომ აი მაგას არაფერში პრობლემები არ აქვს აი ეგეთი რამის შეიძლება ვინმე თქვენზე თქვას და როგორც სპეციალისტ იცით რა არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ბევრი ცოდნა აქვს და შეუძლია დახმარება даже არ სიტყვასაც არ გამოვრიცხავ გზამკვლევი ადამიანი რომელსაც შეუძლია დაარიგოს რომელსაც შეუძლია დაგაყენოს გზაზე რომელმაც იცის რაღაცები რაც ჩვენ თქვათ არ ვიცით რომელმაც ახლა ანუ უფრო გვიბიძგებს თქვათ აი გზას გვიჩვენებს რა ანუ მომავალს გვიჩვენებს და თვითონაც ახლა ისეთი ხართ როგორც აი კი ანუ სულ წინსვლა გაქვს შეიძლება თქვენ სხვადასხვა გიყვართ ძალიან მოგზაურობა და გადაადგილება ესეც არის ანუ სულ სწრაფიც არის ამავე დროს ძალიან ანუ როგორ ახართ იცით აი მკაცრიც შეგიძლიათ იყოთ მაგრამ ეს რაღაც ლამაზი მკაცრე გაქვთ გაიგეთ როგორც ქალს რა კი მგზამკვლევი ადამიანი ხართ ძალიან ჰაეროვანი ხართ ძალიან ესეთი ადამიანი რომელსაც აი შეუძლია სწორი არჩევანი თქვა დაუშვათ ადამიანს მიაღებინოთ ესეც კი ისეთი ადამიანი ხართ როცა აი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაეხმაროთ როცა საჭირო არის ნუ საზოგადოება ძალიან გაპასებთ მაგრამ ძალიან ისეთი კიდე ხართ მებრძოლე ადამიანი ყველაფრის მიუხედავად რამდენადაც არ უნდა გიჭირდეს რამდენადაც ცუდად არ უნდა მაინც გამოდიხარ ნებისმიერი სიტუაციიდან რა საზოგადოება ხედავს აი ესეთი უძლიერესი პიროვნება ორი ძალის არკანიცა გამოვიდა კარგით ნახოთ ახლა როგორ ხედავენ თქვენი თქვათ მამაკაცები ხო და ანუ მამაკაცები ხედავენ თქვენ რომ თქვენ ხართ ძალიან სტაბილური ადამიანი ხართ ნახეთ აქ პენტაკლების არის რაინდი მაგრამ აქ არის ცოტა სხვანაირი რა იმიტომ რომ აქ არის ისეთი რაინდი რომელიც
ცხენი მაგისი არ დგას ერთ ადგილზე პრინციპში, ხო, რაღაც ინდუსე რაინდი ცოტა ისეთი არის იმის სპექტაკლების დროს ჭირდება ძალიან ბევრი რომ რაღაცა გააკეთოს. აქ არა. და მამაკაცები ხედავენ აი სტაბილურ ქალად, იცით რა არის? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც ეხლა უნდა ენდო, იმიტომ რომ ხო ქალი, ქალი რაინდი მართავს ცხენს, ხო? და ამიტომ აი აქ იმდენად აი როგორც არის იცით ზურგი, მაგარი ზურგი, ქალი რომელსაც შეიძლება ენდო, სტაბილური ადამიანი, ქალი სტაბილური, ქალი რომელსაც შემიძლია ვენდო და ვიცი რომ წამიყვანს სწორ გზაზე. აი ეს შემიძლია იგითხრა. ასე ხედავენ კაცები, კიდე როგორ ხედავენ. ხო, ანუ როგორ არის იცით? თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელიც დაიწყებს წუწუნს, რომელიც დაიწყებს რაღაცას, თქვათ, აი პრობლემა არის, მე მაგას გადავწყვეტ რა. აქ ბევრი რაღაცა ეს წუწუნი და რამე ესა თქვენო არ არის. ნუ კიდევაც გეუბნები, ძალის არკანები არის აქ და ეხლა უკვე ისიც გვითხრეს როგორი ახარ. თქვენი პარტნიორი თქვენ როგორ გხედავთ? აი ძალიან როგორი ადამიანი ხარ, ადამიანი რომელიც არის აი ძალიან დიდი სულის ადამიანი. ადამიანი, რომელსაც აი მართლა იცით როგორ არის, აი ყველასთვის არის ისეთი გამცემი ადამიანი, ყველას უნდა რომ დაეხმაროს, ყველასთვის უნდა რომ დაარიგოს, მაგრამ რა არის, იცით? აი როგორ გით ენერგია გაქვს ძალიან ბევრი, შეგიძლიათ ბევრი რამე გააკეთოთ, მაგრამ იცით რა არის, აი თითქოს არ ყვირი ხართ, იცით? აი თუ რამეს აკეთებ, თქვენ არ ყვირი ხართ, რომ აი მე ეს გავაკეთე, მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, არ ყვირი ხართ და ამას აფასებს ძალიან სხვათა, კი. კი, ძალიან ჩემია, ძალიან აი ისეთი აი არავის რო არ მივცემ, ისეთი ჩემია. იმიტომ რომ თქვენ თყობა თვითონ ამ ადამიანსაც ძალიან ბევრჯერ დაეხმარეთ რთულ პერიოდში. და ანუ თქვენ ხართ როგორ იცით, სექსუალურად ძალიან იზიდავთ. ენა შეიძლება გქონდეთ ესეთი მწარე, შეგიძლიათ ისე თქვათ, რომ ცეცხლიდან ავთის აუნთო თქვენს პარტნიორს, შეგიძლიათ აქ არ გამოვრიცხავ მაგას და თუ გაგაბრაზეს, ანუ 7-7, მაგრამ თუ გაგაბრაზა მტერს. ანუ ორივე მხარე გაქვთ, გაიგეთ? თქვენთან კარგია, კომფორტულია, თქვენთან ძალიან სასიამოვნოა, თქვენთვის აი მინდა რამე გავუკეთო მაგას, აი მინდა გაცემაც, მინდა რომ თვითონ უზომოდ გამცემია, ანუ თქვენ მაგრამ თუ გაბრაზდა, აი მტერს დახურე, ეგრევე სხვა ოთახში დაიმალე. აი ეგრე ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენზე, რომ იცოდეთ. კი. და უკვე ვერაფერი ვერ გაგაჩერა, ვერაფერი ვერ ჯობია არ გავაბრაზო. აი ასე ამბობს თქვენი პარტნიორი. ჯობია არ გავაბრაზო რა. თორე მტერს. ამავე დროს ძალიან სექსუალურია, მკვდარს გააღვიძებს. ნუ რაც მოდის ნაკადიდან გეუბნებით. так, რამდენად ხარ ძვირფასი თქვენ მაღალი ძალებისთვის, უძვირფასესი, ყურუნი. ჩემი საყვარელი არკანი იცით თქვენ, ყურუნი ხართ. უძვირფასესი, უდიდესი ცოდნა გაქვთ, რომელიც უნდა გასცეთ. მე კიდე გეუბნებით ჩემო სიხარულებო. ერთი მესიჯი მექნება აი ამ ყურუნი ხარიდან თქვენთან. უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან. მე ამას ვამბობ ძალიან ხშირად კონსულტაციაზე კიდე გავიმეორებ. თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ გაინტერესებს ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ტეროლოგია, რაღაცა კიდე, თეტა-ჰილინგი, რეიკი, რუნი, ისწავლეთ. ეს არ აქვს მნიშვნელობა თქვენ დღეს რა თანამდებობაზე ხართ. მე თვითონ ძალიან ბევრი ადამიანები არასწორად თქვენ, ბევრ ადამიანს მატრიცის მეშვეობით ვაჩვენე მისი გზა. მე არ მუშაობ პირველი დღე. მე მუშაობ წლები.
უამრავი ადამიანი, ვინც ჩემთან ესწრება იმას, რა ქვია, მატრიცის გარჩევაზე, ისინი ხედავენ რამხელა კალკულატორი მაქვს სპეციალური, რომელიც მომწეს იქ, სადაც მე დავამთავრე ეს და ვისწავლე მატრიცა, იქ გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ ეს მონაცემები შემოაქვს და მე გვაძლევს მთლიან ინფორმაციას იმ ადამიანზე და მე ვშიფრავ. გაშიფრას ვაკეთებ, ხო? გაშიფრას, ხო? და რამდენი თანამდებობის პირები, აი სხვადასხვა რაღაცებში მუშაობ, წავიდნენ აი ამ რბილ ნიშებში რა, ну ასე ქვია. იმიტომ რომ საჭირო ეს არის ეხა არის ფსიქოლოგების დრო. ასეთი ადამიანების დრო, ვინც ეხმარება სხვებს აი სულიერი გააღვიძოს. რითი თქვენ ამას გასცემთ ადამიანებს და დაეხმარებთ, არა აქვს მნიშვნელობა. ჩემთან გოგოები მუშაობენ, აი ხა ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე არის სტრასბურგში. არის უმაღლესი დონის იურისტი, ეკონომისტი და აი ძალიან მაგარი ფირმა აქვს და აი ძალიან უძლიერესია თავის სფეროში, აი უძლიერესი არის. ერთ-ერთი წამყვანი არის საქართველოში, ძალიან მაგარი გოგო. არის ჩემი მოსწავლე და აკეთებს გაშლებს და კიდევაც წერს ამ გაშლებს TikTok-საც. მე მყავს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები, აი რომელსაც ჰქონდა უდიდესი თანამდებობები და გადავიდნენ და დაიწყეს ზოგმა თქვა ახლა. ნუ არა აქვს მნიშვნელობა. მე რა მინდა ამით თქვა, რომ თუ გული გეძახის, ნუ გაჩერდები ღმერთო, ეს ტანჯვა დამიჯერეთ, მე იწყება რა. პირველი, როცა შენ არ აკეთებ იმას, რისთვის ხარ მოსული, იწყება ჯანმრთელო ფულს გართმევენ, ჯერ შეიძლება ურთიერთობები არის არეულობა. მე გართმევენ ფულს, მე ჯანმრთელობას, მე ეს გამოვიარე. იმიტომ დიდი ხანია მქონდა წინააღმდეგობა. მე ეს გამოვიარე. მე გეუბნები, თქვენ ეს რასაშნელება. ყველაფერი ეს სამივე მან გამოვლილი. რატომ? ვჯიუტობდი. არა, მე არ ვიცი. არა, მე არ მინდა. არა, მე სკოლის დირექტორი ვარ, მე რას ლაპარაკობ, მე მასწავლებელი ვარ, მე ბიზნესმენი ვარ, მე ბიზნესვუმენი, მე ისა და. გავიარე. ძიმე იყო და დიდი ეს 15 წელი მაინც. დამიჯერე ძნელი. რჩევა. განდეგელი. მე ვთქვი. მე ყველაფერი ვთქვი. იგივე ინფორმაცია და ეს უკვე ასტრალური ტარო, ჯერ შენ მოდის შენთან ინფორმაცია, მე გასცემ. ეს იხსნება სხვათა შორის ძალიან მაგრა, იმიტომ მე ვასწავლე მედიტაციით, რითიც მე ვისწავლე, ისე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებსაც და ეს კურთხევას ვაძლევ ჩემ მოსწავლეებს. ყურუმი აძლევს, მე просто მიმყავს ამ სივრცეში და მე უკვე ვკითხულობ ჩვენ ასტრალურ ტაროს. ეს უკვე რა თქმა უნდა, ვინც ძალიან კურსს გაევლის ჩემსაც, მე მაქვს იმის ინიციაცია, რომ შემიძლია გავცე ეს ცოდნა. აი ესეთი გაშლა იყო, არ ვიცი რამდენად იყო თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ამას გავიგებ თქვენი კომენტარები და რა თქმა უნდა. ამიტომ მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა თქვენი კომენტარი მართლა ძვირფასია, იცით, აი როგორ თქვენ რო დაგენახათ ჩემი სახე, მე რო ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, აი ალბათ კიდე 1000 კომენტარებს მომწერდე და რასაც მე თქვენ თითოეულს გლოცავთ, ისე იხარონ ჩემმა შვილებმა და ჩემმა შვილიშვილებმა. მართლა გეუბნებით, რომ აი უზომოდ დიდი სიყვარულით ვკითხულობ და დიდი სიყვარულს ვდებ, აი ყველა თქვენ კი ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ ჩქარა მინდა რომ თქვა ვიდეო ჩაგწერო მე ნუ რაღაც მომენტები მაქვს. მაგრამ აი თითოეულში ვდებ ჩემ დიდ სიყვარულს. იმიტომ რომ ბევრი სიყვარული მაქვს და ეს სიყვარული თქვენთვისაც არის, იმიტომ რომ თქვენ ამირჩიეთ და თქვენ მისმენთ. მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ ჩემთან ხართ. ისევ და ისევ.